ოკუპირებულ რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობა, საუკუნეების წინ აგებული ძეგლების ფოტოები ერთ ალბომად აიკინძა. ინიციატორი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა და კულტურის სამინისტრო ალბომის საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი, რათა უკეთ გაიგონ, როგორი იყო და როგორია უნიკალური ძეგლები დღეს. ალბომის მიზანი არის აფხაზეთში იმ მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა ვანდალური ქმედებების შესახებ კიდევ ერთხელ ინფორმაციის გავრცელება და ასევე კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას მკითხველს ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის წარმომავლობა. ამ ალბომში ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა კონტრასტულად იყო და რა მდგომარეობაა დღეს. თუ იმას მივახციეთ, რომ აფხაზი რესტავრატორი და ქართული რესტავრატორი რომელიმე ძეგლზე ერთად იმუშავებენ, ეს უკვე ნანატრიწუთი იქნება ალბათ ჩვენთვის, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ჩვენ ამ გზით მივდივართ, გინდა არ გინდა ეს ოღონდ მოსავლელია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, იმიტომ რომ თავის მხრივ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ტიპის კვლევითი მასალა წარმოდგენილი როგორც ქართული ასევე უცხოელი საზოგადოებისთვის, მით უფრო გაუადვილებს ჩვენს ინსტიტუციებს იმის დასაბუთებას, თუ რამდენად მდიდარი, რამდენად ტრადიციული და რამდენად ერთიანი იყო როგორც საქართველოს ასევე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა.